სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არს ღმერთს. იცით რომ საქართველოს ეკლესიას ამ ეკლესიის მრევლს გლოვის დღეები უდგას. მას შემდეგ რაც უწმინდესმა პატრიარქმა განისვენა და მინდა რომ სამძიმარი გითხრა თქვენა და საქართველოს. მერთმა ინებოს რომ მისი უკვდავი სული დაამკვიდროს იქ, სადაც საქართველოს დიდი პატრიარქები ბრწყინავენ, ნათელში და უფლის სიახლოვეს. ჯვრის თაყვანისცემის კვირაში აღესრულა ღვთივგანისვენა საქართველოს მამამთავარმა, დიდმა მეუფემ, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და ამით კიდევ ერთხელ გვაჩვენა უფალმან რომ მან აიღო ჯვარი, ერის ჯვარი აიღო, ქვეყნის ჯვარი აიღო. ის ზიდავდა ამ ჯვარს და მისი დაკრძალვა კი მოხდა მაშინ, როდესაც ეკლესია განადიდებდა უდიდეს ასკეტს, დიდ სიწმინდეს იოანე კიბის აღწერელს, რომელმაც აღწერა 30 სულიერი საფეხური, რითაც ადამიანის ზეცა შეადის და ბოლო საფეხური არის სიყვარული, ვირგვინი საფეხურებისა. და უწმინდესმა ჭეშმარიტად ეს 30 საფეხური აიარა. და ეს რომ ლამაზი სიტყვებისთვის რო არ ვამბობ, იქიდან ჩანს რომ ყველა მისის მისი უდიდესი სიყვარულის შესახებ. აი სხვა ქვეყნებში მღვდლები ისე გარდაიცვლებიან, შეიძლება თავიანთი პატრიარქი ვერ ნახონ. და პატრიარქი იყო სახალხო, ყველასთვის იყო. აი დღეს გამოდიან ტელევიზიით იქნება თუ ესე იგი პირად საუბრებში ყვებიან, თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ პატრიარქთან. არა თუ მღვდელმთავრები და მღვდლები და დიაკვნები და უბრალო ერის ხალხიც კი შეხვედრია პატრიარქს და ცოცხალი ურთიერთობა ჰქონია მასთან და მისი სიყვარული უგრძნია. ეს არის მთავარი, ღმერთის სიყვარულია. და ამით გაირჩევა ადამიანი ღმერთთან არის თუ ეშმაკთან. თუ ადამიანი ცივია, ესე იგი არ არის კარგად საქმე მის სულში. თუ ადამიანში სიყვარულია, ეს ნიშნავს რომ ღმერთთან არის. ისეთი დიდი სიყვარული გააჩნდა პატრიარქს, რომ თვით ჩვენ სასულიერო პირებიც კი ვერ ვიგებდით ამ სიყვარულის უბსკრულს. ისეთი დიდი სიყვარული ჰქონდა, რომ ვერ წვდებოდით, რატო იყო ასეთი მიმტევებელი, ასეთი ცულოვანი. მასავე დიდი სიყვარული არ გაგვაჩნდა და იმიტომ. და ეს კიბის აღწერელი რო აღწერს აი ამ საფეხურებს, პატრიარქმა თავისი ცხოვრების წესს აჩვენა, რომ ეს საფეხურები აიარა. იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა მისი მოღვაწეობის შესახებ, რომ ეს სიტყვები, რომ წყლის წვეთად ვაქციოთ, ზღვები გაივსება. მაგრამ კიდევ ბევრი ვერ ითქვეს. ლაბარაკობენ ფაქტიურად ნახევარსაუკუნოვან პატრიარქობის შესახებ, მაგრამ იქამდე ის დიდი ბერი იყო, მღვდელი იყო, ეპისკოპოსი იყო. 11 წელი ცხუმაფხაზეთელი ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი იყო. რამდენი ღვაწლი აქვს იმის გარდა, რაც პატრიარქობაში აღასრულა და ჯვარი იტვირთა. რამდენი რამ გაიარა მან. დიდება უფალს რომ ამის ძალა მისცა. კიდევ ვიმეორებ, სახალხო იყო პატრიარქი, სახალხო. ყველა მეფე და პატრიარქი დაფასებულია თუ ის სახალხოა. ყველას ვისაც მოუნდებოდა მისი ნახვა, ის როგორც მამა ისე მიეგებოდა, ისე შეხვდებოდა და ანუგეშებდა. ის იყო ერის მამა და ერის მოძღვარი. აი ამ ორ რამეს ითავსებდა თავის თავში. ბევრს ეს არ შეუძლია, რომ დიდი მამა და დიდი მოძღვარი იყოს. დამოძღვროს და ასწავლოს და ასევე შეიტკბოს ყველა თავისი შვილი. და აი ბოლო წლებში განსაკუთრებით მან უდიდესი ტკივილები და მწუხარებები გაიარა. იცით თქვენ, ჯანმრთელობა შეერღა.
და გარდაცვალების ბოლო დღეც იყო უდიდესი ტკივილებთან დაკავშირებული. და ხშირად ვერ იგებს ხოლმე ადამიანი და ვერ არიგებს თავის თავში, რომ რატო ხდება ეს, რომ ასეთი წმინდა ადამიანები ესეთი განსაცდელის ქვეშ არიან. მრავალი წმინდანის ცხოვრებაშია, რომ სიკვდილი მათ ძალიან მწარე ჰქონდა. მაგალითად, ათონის თაზე პირველი მონასტრის ლავრის დამაარსებელი ათანასე დიდი, რომელს დედა ლაზი ყავდა და ლაზები ქართველური ტომებისგან წარმოდგებიან. სიკვდილის წინს ხარაჩოზე იყო ასული და გუმბათი მოწყდა და მოხვა გუმბათში დაილეწა და 3 საათი სანამ წმენდნენ იქიდან გამოეყვანათ ამ ნაშარს წმენდნენ იქიდან ისმოდა მისი გვინმა და ამ გვინმას აყოლებდა ღვთის დიდებას და მადლობას და ასე აღესრულა დიდ ტკივილებში. ასევე დიდი საღვთო გონების მქონე იოანეს ძე ექვთიმე ათონელი, მე ამაზე ფილოსოფიური აზროვნების მქონე ადამიანი წმინდანი არ ვყავს ჩვენ. ასე დიდი იყო განსაკუთრებული და საშინელი სიკვდილით მოკვდა. სახედარმა გადმოაგდო და მიითრევდა, ფეხი უზანგში დარჩა და ასევე მაცხოვარი როგორი ტანჯვით აღესრულა იოანე ნათლისმცემელი. მამები ამბობენ, რომ მიზეზები არსებობს ამის. პირველი ის არის, რომ დაუდევრად ცხოვრებ ადამიანებს დაანახოს, რომ უფალმა, რომ ასეთი მართალი ადამიანი თუ ასეთი ტკივილებით აღესრულა, უგუნურო შენ რა გელოდება, დაფიქრდი ამაზე, ან ამ ქვეყანას და ან იმ ქვეყანას. დიდი წმინდანებიც კი თუ ასეთი ტკივილებით გავიდნენ, შენ ხო უნდა დაფიქრდე, როგორი ხვედრი იქნება შენი სიტყვისთვის და შენი საქმისთვის. ეს არის პირველი მიზეზი, რომ სხვათათვის მაგალითი იყოს, რომ მართალნი და წმინდანი თუ ამხელა ჯვარსა და ტკივის ერთულობენ, შენც დაფიქრება გმართებს. არსებობს კიდევ მეორე მიზეზი. იცით რომ ყველა ადამიანი და ცდილობდეს სიწმინდის საფეხურებზე ავიდეს და თუ რამო მიათ სრულყოფილობა პირობითი სიტყვა, რა მიაკლდა, აი უფალი აი ამ დიდი განსაცდელებით განსწმენს და სრულყოფს და სასופეოში გააბწყინებს ასეთ ადამიანებს. ერთი ბერი იყო დიდი ასკეტი და ცხოვრობდა უდაბნოში და მოწაფე ყავდა და გამოგზავნდა ხოლმე ჟამით ჯამს ერში და თავიანთ ხელსაქმეს კალათებს ყიდ დამით არსებობდნენ. ერთხელაც ნახა, რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი გარდაცვლილიყო და მარხავდნენ დიდი პატივით და ავიდა ნახა თავის მოძღვარი მხეცისაგან გაგლეჯილი მკვდარი იპოვა და გაოცდა უფალო, ის ვინც შენ გადიდებდა რა მწარე სიკვდილით მოკვდაოდა, ისო ვინცაც არც ახსოვდიო, როგორი დიდები დაიკრძალაო. და მაშინ უთხრა უფლის ანგელოზმა, რომ შენ მოძღვარსო სრულყოფილობა უნდოდაო და უფალმა აი ამ დიდი განსაცდელით განწმინდა, როგორც ცეცხლში განიწმინდება ოქრო და ბაჯაღლოთ იქცევაო. სრულ სისრულეს მიაღწია, თავისი ჯვარი იტვირთა, თავისი გოლგოთა იტვირთაო. იმას ერთი სიკეთე ჰქონდა, უფალმა არ დაუკარგა და ამით ამ ქვეყანას მიაგო, იმ ქვეყანას მარადის იქნება ჯოჯოხეთში და უფლის სიახლოვეს ვერ იხილავს. ესე იგი, ხანდახან არის განსაცდელი იმისთვის, რომ სრულყოფილებას მიაღწიოს ადამიანო და ცხონდეს და გადარჩეს. და არის მესამე მიზეზიო, მამები ამბობენ. არის, როცა ადამიანი თავის ერის ჯვარს ტვირთულობს, თავის ქვეყნის ჯვარს ტვირთულობს, თავის ხალხის ჯვარს ტვირთულობს. აი წმინდა ათანასეს ცხოვრებაში ვკითხულობდი, რომ მანო თავისი ტკივილებითო და ამ ჯვრის ტვირთვითო თავის მონასტერი დიდი განსაცდელისაგან დაიცვაო, დაიფარა. და ჩვენმა უწმინდესო, რომელიც მთელი თავისი პატრიარქობის ხანა გოლგოთაზე გაატარა, ჯვარზე გაატარა და აღსასრულის ასეთი ჰქონდა ჯვარზე ფაქტიურად. აი ამ ტკივილების წილ ქვეყნის ჯვარი იტვირთა. რა ვიცით, რისგან დაგვიცო და რისგან გადაგვარჩინა.
უბრალო ადამიანებმა არ ვიცით, მაგრამ ღვთის განგება დიდია. მაცხოვარი ჯვარზე აღესრულა სამყარო ეხსნა ცოდვისაგან, სიკვდილისაგან, ხრწნილებისაგან, წარწმედისაგან. სამოთხერო გაღებულიყო და ყველა ცხონებულიყო, ვინც უფლისკენ გაიხედა. აი ესეთი ჯვარი იტვირთა უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და ჯვრის თაყვანისცემის კვირაშიც ეს დამტკიცდა მისი აღსრულებით. რამდენი ტკივილი მწუხარება და ასე იგი არასწორი და შეხრილი სიტყვა მოისმინა, რამდენი ტალახი ესროლეს და ისევ თვითონ დარჩა თხელები ტალახიანი. ვინ არ მოვიდა, როცა უწმინდესი გარდაიცვალა, არა თუ ქართველნი და ამ ეკლესიის მრევლი და მორწმუნენი, უცხო ქვეყნის შვილები, უცხო რელიგიის შვილებიც მოვიდნენ. არა თო ქრისტიანული კონფესიის, არამედ მუსულმანებიც კი მოვიდნენ. შეიძლება რაღაცა დიდი ადამიანის გარდაცვალებამ დიდი რეზონანსი გამოიწვიოს და ფორმალურადაც კი ადამიანი მივიდეს სამძიმარზე, მაგრამ ღამეებს რო ათენებდნენ და სამძიმარზე მიდიოდნენ, ეს ნიშნავდა, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ჰქონდათ პატრიარქისა. თურმე რამხელა სიყვარული ქონია, არა 1000 და 10000 და 100000, მილიონობით ადამიანი მივიდა იქ. ისე იგი გულში როგორ უყარებია ჩვენ ხალხს უწმინდეს და რატომ სიყვარულის წილი, სიყვარულით უპასუხეს. და ჩვენს ვილოცოთ, ჩვენი ლოცვა შევაწიოთ პატრიარქს იმ ქვეყანას. წესია ესეთი, ადამიანი რო წავა, უნდა ვილოცოთ მისთვის და მამბები წერენ ორი რამ ახლავსო, როცა გარდაიცვლება დიდი და განსაკუთრებული ადამიანი, ამ შემთხვევაში სასულიერო პირზე ელაპარაკი. წუხარება იმისთვის, რომ მის სიახლოვეს ვეღარ ვიქნები და მის მანუგეშებეს სიტყვას ვეღარ მოვისმენთ, მაგრამ ნუგეში იმიტომ არისო, რომ იქ ზეცაში მამის წინაშე ილოცებს და შეგვეწევა. იქ უფრო ახლოს იქნება მამასთან. მერთმა გააღწინოს პატრიარქი და იქიდან შეგვეწიოს. დღესა ყველა გამოვიდა ფილოსოფოსი, ყველა გამოვიდა ღვთისმეტყველი, ყველა მსჯელობს ახალი პატრიარქის არჩევაზე. ძალიან უხერხული არის ეს, ძალიან. ჯერ არ გარდაცვლილა, ფაქტიურად 40 არ გასულა, ასე იტყვიან. არ ვიცი, ესეთი კადნიერება. სად გაგონილა? მამა რო გარდაგეცვალოს და უკვე მის შემცვლელზე ლაპარაკობდეს, სირცხვილე არ არის. 40 დღე ეპისკოპოსები, მღვდლები, ბერმონაზნობა, მრევლი გლოვობს, საცალი არჩევნებისთვის და შემდეგ. ხუდი რო შეუგდო, ტაძარში არ შედიან და ამ არჩევნებზე და რაღაცა შეთქმულების თეორიებზე საუბრობენ. თქვენ არ აყვეთ ამას. ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს. და საიდან ჩანს ეს? ყველაზე ხილული. წყალს რო ვაკურთხებთ, უხრწნელი ხდება, წყალი არ ფუჭდება. ყველაზე დიდი ხილული სასწაული. ყურს და ღვინოს ვაკურთხებთ და სისხლხორცად შეიცვლება. სულიწმინდის მადლით ხდება და სულიწმინდის მადლი აქვს მღვდლებს, დიაკვნებს, ეპისკოპოსებს, სამჯერ არიან ხელდასმულები და ეს 39 ეპისკოპოსი როგორმე გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ღირსეული მომკვიდრე ჩვენი პატრიარქისა. კაცისგან არჩეული კი არ არის ეკლესიაში ვინმე. სულიწმინდისაგან არის არჩეული, ვინც არის დადგენილი, სულიწმინდის მადლით არის დადგენილი. აი ამაში არის საქმე. და ვინცაც სულიწმინდა აირჩევს ამ ეკლესიის მამამთავრად, საჭედმყრობლად, კათოლიკოს პატრიარქად, ჩვენ იმას დაუხრით თავს. იმას გავყევით, იმიტომ რომ ყველა ვინც ღვთისაგან არის, ის ღმერთთან მიგიყვანს. და ღმერთმა ინებოს, რომ უწმინდესის ლოცვით ის მოვიდეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად, ვინც ღმერთს ესათნოება და ერთს გაახარებს ამი. ეხლა შეიძლება არა ვთქვა დღევანდელ დღეზე, დღეს მარიამ ეგვიპტელი იხსენება, მაგრამ სანამ ვიტყოდ დღეს ასევე ამბროსი ხელაია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იხსენება, ვინც ჯოჯოხეთი გაიარა ამ ქვეყანაზე.
არვალმა კომუნისტებმა იმის გამო რომ მან გენუის კონფერენციაზე წერილი გააგზავნა, სადაც ამხელდა ამ უღმრთო ათეისტ კომუნისტებს და ჭეშმარიტება იღაღადა და სიმართლეს თქვა და ამხილა ისინი საშინელება გაატარეს. ციხეშიც დააპატიმრეს და აწამებდნენ პატრიარქს და რომ გაანთავისუფლდეს მალევე გარდაიცვალა და მან თქვა რომ სული რომ ღმერთს ეკუთვნის გული საქართველოს და ჩემი გვამი თქვენთვის მომიწია. აი ესეთი დიდი პატრიარქები ყავდნენ. კირიონ კათალიკოსი რომელიც მოკლეს მარტყოფს მონასტერში. ასევე კალისტრატე დიდი კათალიკოსი იყო. 20 წელი პატრიარქობდა. ჩვენი პატრიარქიც ამ პატრიარქების მემკვიდრეა და აი ეს პატრიარქები შეეწიონ საქართველოს და ჩვენ ეკლესიას. და იმას ვამბობდი რომ აი დღეს სახარებაშიც წავიკითხეთ ქალზე რომელიც მივიდა სიმონ ფარისევლის სახლში მყოფ უფალთან და ცრემლით ფეხი დაბანა და საკუთარი თვით შეუხოცა უდიდესი სინანული გამოხატა თავის ცოდვებზე და სინანულის გამო მიტევება მიიღო და ასევე ვიხსენებთ მარიამ ეგვიპტელს მეხუთე საუკუნეში მოღვაწე დედას რომელმაც თავისი ცხოვრება 12 წლიდან დაიწყო ძიმე ცოდვებით მაგრამ როცა უფალი გაიგო და შეიცნო უფალი შეინანა თავის 17 წლიანი ცოდვილი ცხოვრება აღარ დაბრუნებია ცოდვას და ღირსი დედა გახდა უდიდეს წვერვალს მიაღწია წყალზეც კი დადიოდა ისეთ სიწმინდეს მიაღწია და რა არის მთავარი დღევანდელ დღეს გვეუბნება ეკლესია რომ სინანულია მთავარი გადარჩენისთვის არ არის კაცი ცხონდეს და არას ცოდოს ყველა ადამიანს აქვს ცოდვა აი უფალი რომ მოვიდა ასე იქადაგა მოინანიეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველი ცათაო ეს თქვა უფალმა ესე იგი რა ყოფილა სასუფეველს შესასვლელად თავარი სინანული ყოფილა მთავარი ვისაც არ აქვს სინანული ის ვერ გადარჩება ყველა ადამიანს სჭირდება ცოდვათა მონანება მაკარი ეგვიპტელი ამბობს ეს დიდი სიწმინდე რომ როცა დაეცაო ადამი მას შემდეგო ცოდვა გამეფდა ყველა ადამიანს მისი სულისა და სხეულის ყველა ნასხლებს ყველა კუნჭულს ავსებს ცოდვა ლოდივით დაეკიდა პირველქმნილი ცოდვა ადამიანს და მერე ადამიანი ატარებს ამატებს ამ ცოდვებს უსასრულოდ და რითი გადარჩება ადამიანი სინანულით გადარჩება დღეს ამბობენ რა ცოდვა მაქვსო მეო არაფერი ცოდვა მე არა მაქვსო გულწრფელად ამბობენ ვერ ხედავენ რომ ცოდვები აქვს აი მამები ამბობენ კაცი რო წყალში იხრჩობოდესო წყალდიდობასო და არ მიხრჩობი მეო წყალში სადა ხედავ წყალს აი ესე არის ადამიანი დღეს ცოდვების უსკრულში იხრჩობა ადამიანი და სად არისო სადა მაქვს ცოდვა ამბობს რატო ამბობდნენ დიდი წმინდა მამები რომელ მთელი ცხოვრება უფალს შეუდგნენ და სანთელივით იწვებოდნენ უდაბნოებში მის სიყვარულისთვის უკიდურესად ცოდვილებად რატო თვლიდნენ თავს ერთი პატარა ელემენტარული ქვიშის ოდენა ბაქტერიის ოდენა ცოდვასაც კი ხედავდნენ ისინი საკუთარ თავში და ეს ძალიან ამძიმებდა რატომ იცოდნენ რომ ცოდვა ადამიანს ღმერთს აშორებს სულ ერთი წვეთი შხამიც კი სასიკვდილო შეიძლება გამოდგეს ან საშინელი დისკომფორტი მოუტანოს ადამიანის სულსა და სხეულს და ეს ცოდვები შხამია რომელიც ადამიანზე ძალაუფლებას ანიჭებს ეშმაკს ცოდვებით ადამიანზე ხელმწიფება ეძლევა ეშმაკს და აღარა ღმერთს პატარა შხამისაც კი ხო გაექცევი და მოერიდები არათუ ერთ კასრს აი ეს პატარა ცოდვებით ძალიან დამღუპელი და წარწყმედავია
ამისი უნდა ეშინოდეს ადამიანს, ამას უნდა გაურბოდეს ადამიანს. მარიამ ეგვიპტელმა მოინანია, აღარ დაბრუნებია ცოდვას, შეუდგა უფალს. დაწერილია მახვილი სამღები, მახვილით მოკვდებაო. ადამიანი რომ გადმოვარდებს საიდანღაც მე-9 სართულიდან, ამთიდან დაიღუპება. კანონზომიერება, ხო? ასეათივე კანონზომიერება, თუ ცოდვას ჩაიდენ, დაიჯები. თუ ცოდვას ჩაიდენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან. დაარღვევ კანონს, დაგაპატიმრებენ, დაგიჭერენ ციხეში. დაარღვევ ფულის ცნებებს, წახვალ ჯოჯოხეთში. რა არის გამოსავალი? რა არის საიდუმლო, რითაც ადამიანი გადარჩება სამუდამო საპყრობილეს? სინანული. მოინანიეთ უფალმა თქვა. რამეთ მოახლოებულა სასუფეველზე. ყველას უნდა სასუფეველი და მონანიება არავისავენ. აი ეს ქალს, რომელიც დღეს სახარებაში მოძღვარმა მოიკითხა, საწავიდა. თავის კი არ იტირა სადღაც კუთხეში თავის სახლისა. მოძღვართან, დიდ მოძღვართან წავიდა ქრისტესთან. და ქრისტემ თქვა, ჩემი სიტყვები არ არის, ვისაც თქვენ მიუტევებთ, მიეტევებაო, ვისაც თქვენ შეკრავთ, შეიკრება, გახსნით, გაიხსნებაო. მოციქულებს უთხრა და მოციქულთა მემკვიდრეებს, მათი გზისა და სწავლების გამაგრძელებას. და დღეს ესენი არიან მოძღვრები ეკლესიისა, ხუცესნი ეკლესიისა და მღვდელმთავარი. უნდა წავიდეს ადამიანი და მოინანიოს თავისი ცოდვები. სინანული სიყვარულს შეიცავს. მერთის სიყვარულს შეიცავს. სინანული შეიძლება ეშმაკი განაიარაღო, ჯოჯოხეთი განაიარაღო. სინანული შეიძლება ადამიანი ჯოჯოხით უცხოიდან ამ ქვეყნიური გაგებით რო თქვა, აი სიცოცხლეში ჯოჯოხეთში რო ადამიანი ადგეს და უფალს შეუდგეს. ოღონდ აღარ უნდა დაუბრუნდეს ცოდვას. მარიამ ეგვიპტელი დაუბრუნდა ცოდვას, აღარ დაბრუნებია. განავარაო 17 წელიო ვიყავი ცოდვაში და 17 წელი ის ცოდვები მესახებოდნენ გონებაშიო, ეშმაკის მანებებში და რომელიც ჩამიდენია და მტანჯავდნენო, მაგრამ ლოცვით, მარხვით, წინააღმდეგობას უწევდიო. აი ეს უნდა გააკეთოს. დღეს ადამიანი მოვა ეკლესიაში, მიბრუნდება ისევ ცოდვისაკენ. სულ ღალატობს უფალს ადამიანი, მომხმარებლად უყურებს, სულ უფლისაგან უნდა წყალობა, შეწევნა, დახმარება. მომხმარებელია მის სიყვარულისა და თვითონ სიყვარულით არ უბრუნებს. როცა სიყვარულია ან დედას, ან მამას, შვილისა, ღამეებს გააცენებს მის სიყვარულის გამო, შიერი დარჩება, კილომეტრებს გაივლის, ღვაწში ჩადგება, იმიტომ რომ უყვარს. თუ უფალი უყვარს ადამიანს, მის სიყვარულის გამო, ცოდვას დაუპირისპირდა, უარს იტყვის ცოდვაზე. როგორც ვინმე რო გიყვარს, მის სიყვარულს უარს ამბობ რაღაცაზე, ოღონდ ის კარგად იყოს. ღვთის გამო როგორ არ შეიძლება ადამიანმა უარი თქვას ცოდვაზე? შეიძლება, განა არ შეიძლება, მაგრამ არ უყვარს ადამიანს ღმერთი. რო უყვარდეს მარიამ ეგვიპტელივით, განუდგებოდა ცოდვას. არავინ არ ათხოვს რომ უდაბნოში წადიო, მაგრამ ცოდვისთვის შეიძლება როგორც მარიამ ეგვიპტელი მოკვდა, ჩვენც მოვკვდეთ ცოდვისთვის. აღარ ვიარსებოთ ცოდვისთვის. არ დავჭერთ ღვთისწყალობის გარეშე. ღმერთის შვილობა წაერთმეოდა, ეშმაკის ძეხდება და ასული ადამიანის ცოდვის გამო. მომები ამბობენ, ცოდვა მთასავით ადგას ადამიანს და ღმერთის სიყვარული კიდევ ოკეანეა. და რაც უნდა დიდი მთა იყოს, ოკეანე მაინც დაიტევს. და როგორ უნდა მოათავსო მთა ამ ოკეანეში, ანუ ცოდვა როგორ უნდა მოშორდეს ადამიანს სინანულით. სინანულია საჭირო, გულწრფელი აღიარება. და დღეს ადამიანები აცხადებენ, რომ ცოდვები არ არის. წარღვნა არის ცოდვისა, მდინარეები მოდის ცოდვისა. ადამიანები არა, სადარ აქვს ცოდვა. აი ამ ქალმა, რომელიც უფალთან მივიდა და ცრემლი დაბანა ფეხები და თვით შეუმშრალა, მიიღო ცოდვათა მიტევება, იმიტომ რომ სინანული ჰქონდა. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება ჩვენ წაგვიკითხავს, იცით თქვენ, მოგისმენიათ, როგორი დიდი ღვაწლი იტვირთა ამ დედამ. მრავალი ათეული წელი, 50 წლამდე უდაბნოში გაატარა.
თავის ცოდვების გამო ცრემლში გაატარა და მიიღო მან გვირგვინი უხრწნელებისა და უკვდავებისა და წმინდათა შორის წყენას და მას ვთხოვოთ შეგვეციოს რომ ჩვენ გქონდეს სინანული ჭეშმარიტი სინანული და ჭეშმარიტად განუდგეთ ცოდვას და არა ლოკოკინასა და კუსნაბიჯებით ვიაროთ უფლისაგან ერთი ნაბიჯი წინ ორი ნაბიჯი უკან არა სულ ახლოს და ახლოს უნდა უახლოვდებოდეთ უფალს უნდა მივდიოდეთ სულიერ საფეხურებზე ეს წუთისობელი მოკლია ყველასთვის დაუხუჭია თვალი და დანარჩენებისთვის ვინც ჯერ კიდევ დედამიწაზე არის იმათვისაც დასრულდება დღე ყველა დღეს ღამე მოსდევს ყველა ადამიანის სიცოცხლეს გარდაცვალება მოყვება და უფალთა რო წავა რითი განმართდება რა ღვაწლი უნდა იტვირთოს ადამიანო მოწყალებას რო გასცემს ერთსულია ხალხმა დაინახოს როგორი მოწყალი და კარგი ადამიანია არც ერთ ღვაწლს ღირსეულად არ აღასრულებს ადამიანი და ის მაინც სინანული მაინც უცებ ხა ადამიანი მარიამ ეგვიპტელი უცებ კი არ გახდა წმინდანი მან დიდი გზა გაიარა ლოცვა მარხვა არის საჭირო წმინდა წერის ჩაღრმავება ღვთის სიტყვის სწავლა და ამ სიტყვის ცხოვრებაში გადატანა მთავარი აი ბავშვი ეუბნებიან ხოლმე გესმისო ჩემი გაიგონეო ბავშვი თავისას აკეთებს შენ ეუბნები არ იგებ და ის მაინც თავისას აკეთებს აი გლის თავზე რო სახარებას კითხულობ და მთაზე ცხვარი მედის აი ეს ადამიანი ეუბნები ასწავლი და ის მაინც თავისას აკეთებს აი ამ ბავშვს გავს რომ ეუბნებით ხოლმე გესმის გაიგონე უფალის გეუბნება გაიგონე მოინანიე რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველიცათა ამას სხვა რა სჭირდება დიდი ღვაწლია რა შემინდე მაპატიო უფალო თავი დაუხარო გაიაზრო აი ეს არის მთავარი მოხვიდე და მოძღვართან აღიარ და უფლის მიერ მიცემული ხელმწიფები წაგიკითხავს შენდობის ოცოვის და მოგეტევება და დაიწყე ახალი ცხოვრება ჯვარს ნუ დაუმატებ ჯვარს სიყვარულით უნდა უპასუხოთ უფალს და თუ ადამიანი როდის შეწყვეტს ცოდვებსო თუ ჯვარცმის წინაშე დადგება გონებით გოლგოთაზე დადგება და იტყვის უფალო მე ჩემი ცოდვები ჯვარს გაცმევ შენ და ამას გაიაზრებს შეეცდება რომ აღარ ავიყვანოს უფალი გოლგოთაზე და ჯვარზე აღარ ატკინოს აღარ დამსჭვალოს აღარ დაადგას ეკლის გვირგვინი პატარა ცოდვაც კი გავს პატარა შხამს რომელიც შეუძლია ადამიანს მომაკვდინებლად ექცეს უდიდესი გავლენა მოახდინოს გაეკეცით ამ ცოდვას და მოინანიეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველიცათა ღმერთმა დაგლოცოს ღმერთმა გაგახარო თქვენა და სრულიად საქართველო ჩვენთან აქ ღმერთს შეგახსენებთ რომ ესე იგი მომავალ შაბათს ლაზარე შაბათია ძალიან დიდი დღეა ყდრეთით აღადგინა 4 დღე მკვდარი ლაზარე უფალმა გახსნილი და დაშლილი და ამ დღეს იხსენებს ამ სასწაულს ისეთი დიდი დღე რომ ეს დიდი მარხვა თევზითაც კი ხსნილია და ასევე იცით ბზობა მოდის და ბზობას შესახებ ბზობა დღეს გეტყვით და მაშინაც არის თევზით ხსნილი და შეგახსენებთ რომ ხარებას 6 საათზე დილის საზეიმო წირვა ხარებას 6 საათზე რომ ხალხმა სამსახურებიდან მოსვლა შეძლოს მოწეული იქნება სამღვდელობა და იქნება 7 ზეთის ცხების საიდუმლო და ვისაც არ უცხია ეზეთი ან ვის ციცხო მაგრამ იჯამრთველობა სჭირდება სულისა და ხორცსა ჩვენ ვაძლევთ როცა კურთხევას რომ მეორეთაც ციცხონ მათ ვისაც ეს სჭირდება ვისაც აქვს სულიერი და ხორცელი უძრულებანი და დანარჩენს უკვე ბზობას გეტყვით და ყველას გადარჩენა უნდა უფალს ყველას გადარჩენა უნდა და აი ამდენი არის 6 მილიარდს გადააჭარბა მსოფლიოს მოსახლეობამ და ვინც ცდილობს რომ გაახაროს უფალი ძალიან ცოტა და რითი გაუხარდება უფალს აი რითი გავახარებთ როგორ წერია ერთი ადამიანიო თუ გადარჩებაო თუ მოინანიებსო უფლის გზაზე წავაო ანგელოზები ზეცაში ხარობენო ესე იგი შენ თუ გადარჩენის გზაზე წახვალ
გაახარებ უფალს, გაახარებ შენ პატრიარქს, გაახარებ შენ ეკლესიას. აი ეს არის უფლის სიხარული, ზეცის სიხარული, რომ შენ მოინანიო და ორთავ სოფელში გაიხარო. ამინ. მერთმა დაგლოცო, წყალობა გაგატარო. ეხლა ჩვენი პატრიარქის სული საოფად ერთად ვილოცოთ. სამღვდელოებამ და მრეულმა ერთად ვილოცოთ, ავანთოთ წმინდა სანთლები და გადავიხადოთ პანაშვიდი. მისი უკვდავი სული მოიხსენო და ღმერთს შეავედრო. დღეს ის ლოცულობს საქართველოსთვის, ის ლოცულობს თითოეული თქვენთაგანისთვის. ურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე, არც და მარადის და უგუნითი, უგუნის ამდე.
შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა გედრებით ისმინე და შეგვიწყალენ გევედრები განსვენების ადვისულისა ღლად შესვენებულისა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა ბიჯვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩვენისა ილიასათვის და რათა შენდეს მას ყოველი შეწოდებანი მისნის ნებსითი და უნებლიეთნი რათა უფალმან მერთმან ჩვენმა დააწესო სული მისი სადაც მართალნი განისვენებენ ღვთისა და სასუფეველიცათა და მიტევება ცოდვათა მისთა ქრისტეს მიერ უგდავისა მეუფისა და ღვთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ უფლისა მიმართ ვილოცოთ სულთო და ყოველთა ხორციელთო, რომელმაც იგივე განახარო და ეშმაკი დასმნა ცხოვრებას ოფესა მოანიჭა. შენ უფალო განუსვენე სულსა მიცვალებულისა, ახლად შესვენებულისა მონისა შენისა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინა ცხუმ-ახაზეთის მიტროპოლიტის სამეუფოს მამაცი ჩვენსა ილიას. ადგილსა ნათლისას, ადგილსა მწვანილოვანს, აგზე განსხვავებას. სადა იგი არა სალომონ მწუხარე ყოველი ცოდვანი მის მიერ ქნული. სიტყვით, საქმით და მოგონებით ვითარცახება და გასმოყვარე მაღმერთმა შეუძლებს. რამე თუ არა არის კაცი, რომელიც ხონდეს და არასწორდეს, რამე ჩემ ხოლო ხარ უცხო ყოვლისა ცოდვისა და სიმართლე შენი შემოწეში, შენი ჭეშმარიტ. რამე თუ შენ ხარ აღგომა, ცხოვრება და განსვენება, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა ილიასი, ქრისტე ღმერთო ჩვენო და შენ დადიდებასა ავალე. ანა დაუსაბამოთ მამით შენი, ყოვლა წმინდით სახიერით და ცხოველს ყოფილით სული შენი თუ, არც და მარადის და უკუნითი, უკუნისამდე.
სიბრძნით ყოლა წმინდა ღვთისმშობელო გაცხოვდნენ ჩვენ. დიდება შენ და მერტი სასოებო ჩვენო დიდება შენ და ცხოველთა და მკვდართა აღდგომას ქრისტემან ჭეშმარიტმან მერთმან ჩვენმა მეუხებითა ყოვლად უხსნაისა და ესათვისა და ღირს და ღმერთ ჩემოსილთა მამათ ჩვენთა და ყოველთა წმინდათა სული ჩვენგან მიცვალებულისა სრულია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა ბიჭვინთისა წყუმავ ხაზეც მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩვენისა ილიასი საყოფელსა მართალთასა და აწესნეს წიაღდა შინა აბრაამისა და განუსვენეს და ჩვენ შეგვიწყალნეს ვითარცა სახიერად და გასმოყარე სენაძრას შედნება საუკუნო განსვენება მიხმადლე უფალო მიცვალებულსა მონასტარ შენსა ახლა ჩასვენებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილიას და მე-11 საუკუნო ხსენებო
და ჯვარისა საწურველი დაუჩინო ხო ამისთვის მეობისა გამოჩნდა სვად მარიანდიმე